დემონსტრაციის ჩასახშობად ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითების განლაგების იდეა პროტესტის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზად იქცა. მასობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციელებს სხვადასხვა სახის ნივთები დაუშინეს. სამართალდამცველებს კი რეზინის ტყვიებისა და მაშხალების გამოყენება მოუწიათ. ჩემნაირი ახალგაზრდა თეთრკანიანი ადამიანისთვის, რომელიც კალიფორნიაში დაიბადა და გაიზარდა, ამ ხალხის გვერდით დგომა და მათი მხარდაჭერა მოვალეობაა. არა აქ დგომის, არამედ იმის მეშინია, რად გადაიქცევა ჩვენი ქვეყანა. ამერიკა საშიშ ქვეყნად იქცა. ერთადერთი, რაც იმედს გვაძლევს, ხალხის ერთიანობა. ამბობენ თითქოს აქ ძალადობისა და ქაოსის გამოსაწვევად მიმყოფებით. ჩვენი გზავნილი კი სულ სხვანაირია. არ ვეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ადამიანების სახლებში იჭრებიან და მათ იტაცებენ. ჩვენ დონალდ ტრამპის ყველაზე საშინელი კოშმარი ვართ. ჩვენ აქ ვართ და მას დავუმტკიცებთ, რომ ძარცველები არ ვართ და გესტაპო არ გვიჭირდება. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობამ ქუჩებში ნაციონალურ გვარდიასთან ერთად 700-მდე საზღვაო ქვეითის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ვიდრე პრეზიდენტი ამბოხების აქტს არ გამოიყენებს, საზღვაო ქვეითები ძალადობის აღსაკვეთად ვერაფერს მოიმოქმედებენ. თუმცა ეს ლოს-ანჯელესში არსებულ რეალობას არ ცვლის. მოვლენებმა პრეზიდენტი კალიფორნიის გუბერნატორთან და შტატის გენერალურ პროკურორთან დააპირისპირა. გუბერნატორის თანხმობის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს და ტრამპსა და ჰექსეტს სასამართლოშიც უჩივლეს. საზღვაო ქვეითები ქვეყნისა და დემოკრატიის დასაცავად უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. ისინი პოლიტიკური პაიკები არ არიან. ქალაქის ქუჩებში მათი განლაგება უკანონოა. ეს მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ ტრამპმა თავის აღლუმზე გამოსვლა შეძლოს. ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. სასამართლომ და კონგრესმა უნდა იმოქმედონ. კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი ირღვევა. ეს წითელი ხაზია, რომელსაც ისინი კვეთენ. არაკომპეტენტური გუბერნატორი ყავს. ვხედავთ, რას აკეთებს კალიფორნიაში. ის ერთ-ერთ შესანიშნავ შტატს ანადგურებს. რომ არ ჩავრეულიყავი და გვარდია არ შეგვეყვანა, კატასტროფა მოხდებოდა. თუ საჭირო გახდება, კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად კიდევ უფრო მეტს შევიყვანთ. გუბერნატორი სამუშაოს საშინლად ასრულებს. ის, რაც მან შტატს დამართა, მაგონებს იმას, რაც ბაიდენმა ქვეყანას გაუკეთა. მე არ მსურს სამოქალაქო ომი, თუმცა თუ ყველაფერს მისნაირი ხალხის ხელში დავტოვებთ, სამოქალაქო ომი აუცილებლად დაიწყება. საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც არალეგალი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ითვალისწინებს, ლოს-ანჯელესის მერმაც დაიწუნა და ტრამპს რეიდების შეწყვეტისკენ მოუწოდა. რეიდების შეწყვეტას ვითხოვთ. ჩვენს ქალაქში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს მხოლოდ ქაოსს უწყობს ხელს, რაც გაუმართლებელია. ეს ქაოსი კი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში დაიწყო. ლოს-ანჯელესში ვითარება მხოლოდ ფედერალური ხელისუფლების ჩარების შემდეგ აირია. ჩვენ არც ეროვნული გვარდია და არც საზღვაო ქვეითები გვჭირდება. ტრამპი უკან დახევას არაპირებს. უკვე არაერთხელ ითქვა, რომ მას ვერც დემონსტრანტების ძალადობრივი ქმედებები და ვერც სარჩელი შეაშინებს. სისხლის სამართლის წესით გაასამართლებენ ყველას, ვინც სამართალდამცავს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს. პასუხისგებაში მიეცემიან ის პირებიც, რომლებიც ეროვნული გვარდიის წევრებს აფურთხებენ. სამართალდამცველებზე თავდასხმის 9 შემთხვევაზე საქმე უკვე აღძრულია. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გასამართლდებიან მაროდიორებიც, რომლებიც მაღაზიებსა და აფთიაქებში შეიჭრნენ. ფედერალურ დონეზე გასამართლდებიან ის პირებიც, რომლებიც სამართალდამცველებსა და ეროვნული გვარდიის წევრებს აფურთხებენ. ასეთ უპატივცემულობას არ მოგვითმენთ. შეგიძლიათ გაიქცეთ, თუმცა ვერ დაგვემალებით. ლოს-ანჯელესს მასობრივი დეპორტაციის მოწინააღმდეგეთა ტალღა მას შემდეგ გადაუარა, რაც ქალაქში არალეგალი მიგრანტების დასაკავებლად მას შტაბური საიმიგრაციო რეიდები დაიწყო. პროტესტი უკვე მეოთხე დღეა შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს.